20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება არის თუ არა წინასაარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის თანაბარი რაკეთდება წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და შეძლებს თუ არა ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ვინ არიან ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები, როდის გასაჯაროვდება მმართველი გუნდის საარჩევნოსია და რა შემადგენლობით წარდგება ქართული ოცნება ამ მომრჩევლის წინაშე. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო გია, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო. ბატონო გია, დღეს ცნობილი გახდა რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონიდან დაიწყება, რატომ მაინც და მაინც იმერეთი? პირველ რიგში რატომ იმერეთი? საქართველოს ყველა რეგიონს თავისი გამორჩეული მიმზიდველობა გააჩნია, იმერეთსაც აქვს ესეთი პარლამენტია იმერეთში, ზედმეტ მეორე ქალაქი. ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სწორედ რაღაც გარკვეული ნიშნებით მიიღება. გარდა ამისა, ეს ინტენსიური კონსულტაციებიც თავის ბოლო ეტაპზე გადის, მაჟორიტარებთან დაკავშირებით, სიასთან დაკავშირებით და ეტაპობრივად იქნება წარდგენილი. მე ვფიქრობ, იგივე შეკითხვას დასვამდით ნებისმიერი სხვა რეგიონის პირობებშიც, სხვა რეგიონი რო ყოფილიყო პირველი. თუმცა მე მგონი არავის არ ეწყინება ამასთან დაკავშირებით. ბატონო გია, ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების პარტიული სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში, უფრო კონკრეტულად კი ამ კვირაში გაიმართება. თუ შეგიძლიათ გითხრათ, დაადასტუროთ ან უარყოთ ეს ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება რეალობას და ასევე საინტერესო არიან თუ არა ამ სიაში ან იგივე მაჟორიტარ კანდიდატებს შორის კონსერვატორები. ძალიან არასაინტერესო რესპონდენტად არ მინდა გამოჩნდე, რაღაც ინტრიგა მეცვი და რაღაც საიდუმლოება გავამჟღავნო, რომელიც საყურებლათაც, მოსასმენათაც იქნება. შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ დიდად შემიძლია თარიღთან დაკავშირებით აგიდასტუროთ ნამდვილად უახლოეს ხანში. კიდევ უფრო ადრე დიდი ალბათობით იქნება წარმოდგენილი გუნდი ახლად შემომატებული პარტიის რესურსი. ახლა იმის და მიუხედავად განეხილება ის პარტიაში, როგორც მოღვაწე პარტიული სიაში თუ მაჟორიტარი, ეს წარდგენა მოხდება უფრო ადრე კიდევ, ვიდრე მთლიანად მაჟორიტარული სია და მთლიანად პროპორციული სიის შემადგენლობა. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, გვარებთან დაკავშირებით ვერაფერს დაგიდასტურებთ. კონსერვატორებთან დაკავშირებით რა არის? ციტაი ბოლო მომენტამდე კიდევ ერთი შემიძლია გავიმეორო. სანამ საბოლოოდ თქვათ ბეჭედი არ დაესმება და პრემიერ-მინისტრი თავად როგორც პარტიის ლიდერი თავად არ გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, მხოლოდ ერთი შემიძლია თქვა. თუ კი პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ ადამიანებზე, ვინც იქნა დასახელებული. ამ შემთხვევაში კონსერვატული პარტიის წევრებთან დაკავშირებით. თუნდაც საჩხერეში რაც ჩემთვის ცნობილია, რომ პარტიის კანდიდატს აყენებენ, ან ზვიადის კანდიდატი რომელიმე რეგიონში, ან გიგას კანდიდატი რომელიმე რეგიონში, მე დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით დაუჭერ ამას მხარს. პოზიტიურად, მოდი ესე ვთქვათ, ფორმულირება შემოვიტანოთ, ეს საკითხი პოზიტიურად განეხილება. ანუ როგორც ესეთი კონსულტაციები, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. დიახ. ამასრულებელ ფაზაშია, მე ვიტყვი და ვნახოთ რა როგორ იქნება. ინდივიდუალურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დიახ, ინდივიდუალურად მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია. ბატონო გია, რესპუბლიკელები დღეს სამომავლო გეგმებზე სასაუბრად შეიკრიბნენ პარლამენტში და შეხვედრას ეცრებოდა თავდაცვის მინისტრიც. როდესაც იგივე რესპუბლიკური პარტიიდან წარმოდგენილ მინისტრებზე მიდიოდა საუბარი, მუდმივად სახელდებოდა სამიტი და ამბობდნენ, რომ სამიტის შემდეგ ისინი დატოვებდნენ თანამდებობებს. რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, სამიტი უკვე დასრულდა? არა, ეს იყო საუბარი თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით. მე გარკვეულწილად ჩემი განცხადებები და მართებულიც არის ალბათ შეზღუდულია იმ ჩარჩოებით, რომელიც დააწესა პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვექნება დამატებით გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში უნდა განაპირობოს იმან, თუ რამდენად აქტიურები და საერთოდ იქნებიან თუ არა ჩართულები ეს მინისტრები რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პროცესში
და საერთოდ მიიღებენ თუ არა პოლიტიკურ ministrები არ იყვნენ ჩართული რესპუბლიკური პარტიის იცით რა არის ვინაიდან კონსულტაციებში ღებულობენ მონაწილეობას მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტიის საუკეთესო რესურსი თქვათ დღეს ministrებად არიან მთავრობაში იგივე თინა ხიდაშელი თუნდაც ეხლა ეს პრემიერის გადასაწყვეტია ესეთი რაღაც ძალიან ორმაგ შტაბი მას ტოვებს განცდას რომ თუ არა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ამათ თქვათ რესპუბლიკელ მინისტრებს შეუძლიათ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა შეუძლიათ არ მიიღონ და აქედან გამომდინარე ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი მე ვფიქრობ რომ პრემიერი აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას სავსებით ნორმალურს რომ ესენი პრემიერ-მინისტრები მიდიან პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილებაც მიიღებული რა შემთხვევაში შეიძლება მათ შეინარჩუნონ პოსტები? მე ვუშვებ, რომ მინისტრებმა განაცხადონ, რომ დღესდღეობით ისინი არიან დარგის ხელმძღვანელები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები, ან მათი მხარდამჭერები. გაქვთ ამის მოლოდინი? არ ვიცი, შეიძლება ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ ეხლა, მაგრამ ყველაფრის მოლოდინი მაქვს და არც ისეთი ადამიანები მომწონს თვითონ რაღაც რო იციან და მალავენ და არ ამბობენ რომ იციან, მაგრამ არ ამბობენ. ნამდვილად არ არსებობს ეგეთი კაფეო სურათი ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რომ ესეც ნორმალურია. ცოტა ინტრიგაც არის დატოვებული რა რამდენად შესაძლოა რომ თქვენს მოლოდინს ასახავდეს დავით უსუფაშვილის ეს დღევანდელი განცხადება რესპუბლიკური პარტიის მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. საინტერესო რა მინიშნება შეიძლება ელოდებოდნენ ეს ბუნებრივია უნდა ვკითხო დავით უსუფაშვილს და ვკითხავ არა სწორედ ეგავთ მეგონი სტუდიაში სტუმრად თუმცა თქვენ ბრძანდებით დღეს სტუმარი დღეს მე ვარ თქვენი სტუმარი ამიტომ გეკითხებით თქვენ დიახ იგივეს ამბობს პრაქტიკულად რაც მე ვთქვი განსხვავება არაფერი არ არის უფრო თქვათ ხარტი ფორმულირებით მაჯობა ფორმულირებაში ეგ შემიძლია დაგიდასტუროთ ვიდრე სხვა დღის წესრიგი არ დამდგარა არ ვიცი თავად მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით ჭირდება თუ არა რესპუბლიკურ პარტიას მინისტრების სახით დამატებითი პოლიტიკური რესურსი გასაგებია რომ მსჯელობენ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის ირგვლივ მსჯელობენ იმაზე რომ არის თუ არა რეალური რომ დარგის ხელმძღვანელობა შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ დარგის ხელმძღვანელები განაცხადებენ თავის პარტიულ ნეიტრალობას და მესამე საკითხი არის თუ არა რეალური რომ თავის პოლიტიკურ ნეიტრალობაზე ისაუბრონ დარგის ხელმძღვანელები. ერთი მეორე მესამე მე ჩემი შეიძლება მქონდეს პასუხი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ძალიან რთულ წინასაარჩევნო პროცესში ვართ და მე თავში შევიკავებდი გუნდთან კონსულტაციის გარეშე ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. მithumetes რომ შეიძლება ჩემი კომენტარი, ჩემი მოსაზრება არ შეესაბამებოდეს იმ რეალურ ხედვას, რაც თქვა შეიძლება ეხლა დღეს გააჩნდეს პრემიერ-მინისტრს. მან მეტი იცის, მეტი ინფორმაცია აქვს, მეტი ურთიერთობები აქვს როგორც შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და ვფიქრობ, მიიღებს ზუსტად ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ან დათო უსუფაშვილის, არა დათო უსუფაშვილის, ან გიავოლსკის ან ნებისმიერ რომელიმე პარტიის ლიდერს. ბატონო გია, კიდევ ერთი საკითხი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის საპარლამენტო საქმიანობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზია გამოკვეთილი. ყველაზე პრობლემატური საკითხია დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო სესიების გაცდენა, ასევე ხარვეზად არის მიჩნეული სუსტი საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო? იცით, როგორ უპასუხო, უხეშად უპასუხო რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ხელის დაფარების მცდელობა. რასაკვირველია, თავად ანგარიში უფრო დეტალურად არის გაწერილი, მაგრამ დღეს დილიდან მედიაში ვისმენ, რომ გაცდენები არის პარლამენტის პრობლემა და საზოგადოებას ისეთ აწვდიან, თითქოს პარლამენტი გაცდენების მეც არაფერს არ აკეთებს. გაცდენები არ ჩვენ ფრაქციაზე, ქართულ ოცნებაზე, არც უმრავლესობის წევრთა უმრავლესობაზე, იშვიათი გამონაკლისი შემიძლია დავასახელოთ, ეს გაცდენების თემა არ ეხება საერთოდ.
და არც ის არის მართალი რომ ზოგიერთი რასაკვირველია ეხება ნაციონალურ მოძრაობას რომელიც წარმოადგენლებს ზოგს სახელი არ მაგონდება იმიტომ რომ თქვათ გაცდენების ის რაოდენობა აქვს რომელიც ყველანაირ რეგლამენტს ცდება მაგრამ საქმე იმაშია რომ რეგლამენტში წერია რომ გაცდენა დასაშვებია მივლინების გამო რასაკვირველია ავადმყოფობის გამო ან ოჯახური პირობების გამო ადამიანები რომლებიც თვლიან რომ არ შეიძლება ავად იყო მთელი სასესიო პერიოდის განმავლობაში და არ ახარ მივლინებაში ამ დროს იძულებული არიან დაასახელონ მე მაგალითად ჩემმა ფრაქციის წევრმა თუ გააცდინა წერ ყოველ ესეთ დღის ბოლოს ცნობას თუ ვინ რატომ გამოაკლდა და იშვიათად ხდება 2-3 კაცდენა შეიძლება კონდეს ისეთი რომელიც ან ჯანმრთელობას ან ნამდვილად ოჯახურ პირობას უკავშირდება და ხსნია ამ თემას. ხა ძალიან ძნელია ახსნა რომ თქვათ 100 შემთხვევიდან 99-ში რომ ადამიანი არ მოდის, იქ ვერ დაწერ. რომ ეს არის ოჯახური მდგომარეობის გამო. მე ვფიქრობ რომ რეგლამენტის ხარვეზია და ამაზე უფრო მეტი უნდა ელაპარაკო. რაც შეეხება იმ ვინც ანგარიში წარმოადგენდა, საინტერესოც იქნებოდა და რეალური საქმეც იქნებოდა. გამოდის ერთი ადამიანი, რომელიც ამ არჩევნების გაყალბების დროს სიტყვა, აი, ზედმეტ სახელი თაღლითი, ჩვეულებრივი სახელი არ ახსოვთ ხალხს მისი და საუბრობს იმაზე, რომ თურმე ნუიტყვით და თბილისში იმიტომ არ მოდიოდნენ, რომ არ მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციურია. ძალიან კარგადაც მოდიოდნენ. ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელზე ერთ-ერთზე მე მგონი მიხვდება ყველა თვითონაც ალბათ თუ მისმენს და ესწრებოდნენ კენჭისყრაშიც მონაწილეობას ღებულობენ აქედან გამომდინარე ის რომ მათ არ მიაჩნიათ თბილისის პარლამენტში საქმიანობა საჭირო ეს არის ჩვენც ერთი ანტისახელმწიფოებრივია ვინაიდან თუ არა კომიტეტის იყო ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამომივიდა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს გვარს რო არ დაასახელებენ. ერთი პერიოდი იყო საარჩევნო თარხნიშვილზე საუბრობთ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო კიდევ უმცირესობაში აღარ მახსოვს. ამას ლაპარაკობს ისე გეგონება მარტო თბილისის პარლამენტში არის გაცდენებზე საუბარი. ეს არის ბოიკოტის რეჟიმი, ხან გაცდენების რეჟიმი არასდროს არავისთვის ზედმეტად ეს თემა არ წამოგვიყვედრებია, იმიტომ რომ არსებობს გარემოება, ადამიანის ცხოვრება, ცოტა უფრო რთულია ხანდახან მე თუმეტეს უმცირესობაში და ეგეთ გარემოცვაში. არ მოდის ხალხი, ხანდახან სპეციალურად არ გადიან რეგისტრაციას, მაგრამ იქ არიან ადგილზე. რეალურად ამ თემაზე ესეთი შეფასება საერთაშორისო გამჭვირვალობის ფიქრობ არა თუ არა საკმარისია, ფიქრობ არასწორ მიმართულებას რაც შეეხება მთავრობაზე კონტროლს. არც ერთ შემთხვევაში არ მინდა დავასახელო თარიღი 2004-დან 2012-მდე. ერთად რო აიღო მთლიანად და არც მაგონდება რომ პარლამენტში მინისტრები გადიოდნენ ხშირად ან თუნდაც სახალხო დამცველის ანგარიშზე ვალდებულება ქონდეთ რომ პასუხი გასცენ მის მიერ ჩამოყალიბებულ შენიშვნებს და მიმართვებს რომ ყველა მინისტრი ფაქტიურად ნებისმიერ დროს ცოტა გადაჭარბებულად მომივიდა იმ დროს როცა საჭირო იყო მინისტრები პარლამენტში იყვნენ მინისტრებს თუ თვლით მხოლოდ იმას რომ სადეპუტატო შეკითხვა არ გაეგზავნა ეს არ არის მაჩვენებელი. მან შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სადეპუტატო შეკითხვის ფორმას იყენებენ იშვიათად. მე მაგალითად მიმაჩნია უფრო მართებულად, რომ მიმართო მინისტრს დასაბუთებული წერილით, ან შუამდგომლობით, ან ანალიზით, ან მოვითხოვო მისგან პასუხი გარკვეულ საკითხებზე და ესეთი ხშირად მქონია მე, ჩემ კოლეგებსაც. და ის ფორმა თუ არ დავიცავი, რასაც სადეპუტატო შეკითხვა ქვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეპუტატს მინისტრთან საქმე არ ქონია და მე მაგონდება ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში პრაქტიკულად ყველა მინისტრი მოვიდა და პასუხი გასცა იმ საკითხებს, რაც სახალხო დამცველის მიერ იყო დაყენებული. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი საუბარია საჭირო. შეიძლება წერია, მაგრამ რეალურად გარეთ ხმამაღლა გამოვიდა საზოგადოებისათვის საყურადღებო
პარლამენტისათვის საკმაოდ ისეთი უხერხული განცხადებები, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. 2030-ის შეკითხვებს გიავერსკი პასუხობდა, რეკლამის შემდეგ რა იგეგმება ბლექსი არენაზე. დაგველოდებით.